მოქმედებები ტატიშვილის ქუჩაზე 4 საათზე მეტი ხანია, რაც გრძელდება. აქ არიან მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები, უშუალოდ დაკავებული ელისოკივაძის საცხოვრებელ სახლში კი უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს ჩხრეკა, რომელსაც ესწრებიან გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, ასევე ამ ჩხრეკას ესწრება თავად დაკავებული ჟურნალისტის უფლებადამცველი და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე წუთის წინ უკვე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ელისოკივაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს კომპიუტერული მოწყობილობები, რომელიც თავად ინახებოდა ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში. უშუალოდ რას ეძებენ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ელისოკივაძის საცხოვრებელ სახლში არის ჯერჯერობით უცნობი. უშუალოდ უფლებადამცველს არ აქვს ინფორმაცია თუ რატომ ტარდება ახლა დაკავებული ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ამბობს იმას, რომ ის დაესწრება ყველა იმ მოქმედებას, რომელსაც მძალოვანი უწყების თანამშრომლები დაკავებული ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში ჩაატარებენ. სავარაუდოდ რამდენიმე წუთში უკვე ოფიციალურად დასრულდება ჩხრეკა ელისოკივაძის საცხოვრებელ სახლში და ამის შემდგომ მედიასთან უფლებადამცველი გააკეთებს კომენტარი, შემდეგაც გვეცოდინება ჩვენ თუ რა ნივთიები ამოიღეს უშუალოდ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებსაც შემდგომში უკვე ექსპერტიზაზე და საგამოძიებო მოქმედებებისთვის შესაბამის უწყებებში გადაიტანენ. ელისოკივაძის გარდა კიდევ რამდენიმე პირს წარედგინა ბრალი, მათ შორის არის გენერალური ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხავაძე, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფო ბრალდებამ ახლა უკვე მეოთხე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ოთარ ფარცხავაძე, როგორც მაყურებლისთვის ცნობილია, საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად მას ბრალი დაუსწრება წარედგინა. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა მისი უფლებადამცველის პოზიცია ამ ახალ ბრალთან დაკავშირებით და თავად უფლებადამცველი ამბობს, რომ ის არ იცნობს ამ ბრალის დადგენილებას და შესაბამისად უცნობია მისთვის თუ რა მტკიცებულებები მოაგროვა სახელმწიფო ბრალდებამ ოთარ ფარცხავაძის წინააღმდეგ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ოთარ ფარცხავაძის გარემოცვებსაც, ელისოკივაძესაც და ძმებ მიქაძეებსაც სახელმწიფო ბრალდება ედავება თაღლითური კოლ-ცენტრების არსებობას და ფულის გათეთრებას. სწორედ ეს არის ახლა ბრალდება, რაზეც საუბრობს სახელმწიფო ბრალდება. გიორგი მიქაძე არის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული. ის არის რამდენიმე თვეა უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში. როგორც უფლებადამცველი ამბობს, გიორგი მიქაძესთან ჯერჯერობით არ შესულან გამომძიებლები და ბრალის ოფიციალური დადგენილება, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება მას ახლა ედავება ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯერჯერობით არ წარუდგენიათ და შესაბამისად ადვოკატისთვის უცნობია თუ რა დევს ახლა ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. გიორგი მიქაძის ადვოკატი ამტკიცებს იმას, რომ სავარაუდოდ სახელმწიფო ბრალდება მიქაძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე ვერ მოიპოვა მტკიცებულებები და ახლა ცდილობენ ამ კოლ-ცენტრების საქმით ის ჩასვან ციხეში, რაზეც თავად ამბობს, რომ მტკიცებულებები ამ საქმეში არ იარსებებს და შესაბამისად ამბობს, რომ გიორგი მიქაძე და სხვა პირები, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, სახელმწიფო ბრალდებას მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის სურს, რომ ციხეში გაუშვან სხვა ბრალდებით აბსოლუტური მტკიცებულებების გარეშე. არის უკვე გამოკითხული თქვენი დაწესებულებები? არ არის გამოკითხული, ზოგადადაც ბრალდების შესაძლო წაყენების შესახებ ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის დროს გახდა ჩვენთვის ცნობილი. თავად ბრალდებულისთვისაც ამ სისხლის სამართლის საქმეზე ერთადერთი რაც გადაჭრით შემიძლია გითხრათ არის ის, რომ პირდაპირ ახალ ბრალდების დადგენილებას უკავშირებთ იმას, თუ როგორ მიდის ლეო ჯანგველოძის მკვლელობის ორგანიზების პროცესები. უკვე ბოლო რამდენიმე პროცესია ბრალდების მხარეს პირდაპირ გთხოვთ წარმოადგინოს მტკიცებულება, რა შეიძლება გქონდეთ გიორგი მიქაძის წინააღმდეგ, რაც ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს ახალი ბრალდება გზაში მაშველად წამოიწია ბრალდების მხარისთვის. თუმცა რომ ნებისმიერი პირებთან დაჯგუფების სახელწოდებით ჩემი დაცვის ყოფების მოხსენიებას აგერ უკვე თვეებია ზოგადად ვაპროტესტებთ ნებისმიერ კონტექსტში. არავითარ დაჯგუფება არ არსებობს. დანარჩენი უკვე საქმის მასალების ანალიზით შეიძლება რომ პასუხები გაკეთდეს. ჯერჯერობით ბრალდება წარმოიდგინე არ აქვს ის ვიცი, რაც საინფორმაციო საშუალებებით მოვისმინე და ველოდები ამ ბრალდების ადგენას და უკვე ნახავთ მე შეგნე რა დეტალები ენა. ეს ვიცი რომ შეხება საერთოდ არ აქვს კოლ-ცენტრების თემასთან და დანარჩენი ნახავთ ბრალდებაში ალბათ რაღაცა. გამოკითხული თუ არის? არა, გამოკითხული არ არის. სიურპრიზი ექსაგითხი. მეტუმეტეს ძალიან გავიჭირდება რაიმე გარემოება წარმოვიდგინოთ, რასთან შეიძლება იყოს კავშირში, იმიტომ რომ მსგავსი ინფორმაცია ჩემ ნაწილობლებს ამ კოლ-ცენტრებთან მიმართებაში კომუნიკაცია ნამდვილად არ მეთქი. კავშირში და კომუნიკაციაში იყვნენ ელისოკივაძესთან მიქაძეები. რაიმე ტიპის საქმიანი კავშირი ქონდა თეთრონებთან, ეს ნამდვილად ვერ წარმომედგენია და არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. თუმცა თავად გალდონელისის კომენტარები წაგეთებს ხოლმე რა ჩართვებს. რამოდენიმეჯერ მისმენიან ეს და იქ უთქვამს, რომ რაღაცა მეგობრული ურთიერთობა მაგავშირებს დავით მიქაძესთან. ამის მეტი რაც თავად კალდონელისს აქვს გაჟღერებული
ჩემთვის რაიმე სხვა ურთიერთობის თაობაზე ცნობილი ნამდვილად არ არის. ელისო კილაძის საცხოვრებელ სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, როგორც პირველებისთვის ხდება ცნობილი, ამ წუთებში გამოკითხვის სერია მიმდინარეობს საქართველოს პროკურატურაში. ახლა პროკურატურის თანამშრომლები გამომძიებლები სწორედ ელისო კილაძეს უსვამენ კითხვებს იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც თავად არის დაკავებული უფლებადამცველიც ესწრება ამ პროცესს და მას შემდეგ რაც ის პროკურატურას დატოვებს, გვეცოდინება თუ როგორი პოზიცია აქვს თავად დაკავებულ ჟურნალისტს იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომლის გამოც სახელმწიფო ბრალდება მის რამდენიმე საათის წინ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.